ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედა პროკურატურასთან შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას სოფო ჩიქოვარმა მას შემდეგ მიმართა, რაც საგამოძიებო უწყებამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა. ის ოცნების გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ შემთხვევის დროს მისი შვილი თემქაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. საპირისპირო სირწმუნება დაზარალებული მხარე. 28 წლის მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე სამართლიანობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ნუცა გისმენთ. დიახ გიორგი, გარდაცვლილი 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვნებს ბრალი პროკურატურამ დაუმძიმათ. სწორედ ამის შემდგომ ერთ-ერთი ბრალდებულის დემეტრე ჩიქოვანის დედამ სოფო ძნელაძემ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა. სოფო ძნელაძე აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო არის და ეს დასტურდება საქმის მასალებითაც. ახლა პროკურატურა 17 წლის არასრულწლოვან მოზარდს ედავება მკვლელობის დაგეგმვას, თუმცა სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მის შვილს მონაწილეობა არ მიუღია, მეტიც არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას, მათ შორის შიმშილობითაც. ის მეორე დღეა უკვე რაც შიმშილობს და ამბობს, რომ მისი შვილის უდანაშაულობას ადასტურებს საქმის მასალებით და პროკურატურის ეს გადაწყვეტილება ეხმაურება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. არაფერი არ იცოდა დემეტრე მამის შესახებ, არაფერი ერთადერთხელ იყო 29-ში ამ ბავშვებთან ერთად თემქაზე. დემეტრე შეიძლება იმ დღეს ყოფილიყო ამ ბავშვებთან ერთად საბურთალოზე, დიღმის მასივში. ჩემი შვილი არავის თავის საკუთარ ძმას არ გაყვებოდა. იმისთვის რეალურად იქ რა უბედური შედეგით დადგა. მე 14 ნოემბერს ჩვენ დავიკითხეთ და გამოგვიშვეს სახლში. 20 დეკემბერს დააკავეს ჩემი შვილი და არასრულწლოვანი გოგონა. ის გოგონაც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. იმიტომ რომ დაზარალებულმა ოჯახმა დადო პოსტი და გენერალურ პროკურატურასთან დაანონსა აქცია. 2 დღით ადრე დაგვაკავეს. ახალ მტკიცებულებას არც უარსებია. ისე დააკავეს, მაგრამ დააკავეს ჩემი შვილი შეუტყობინებლობაზე, იმიტომ რომ ჩაეხშოთ ის აქცია და ის პროტესტი კონკრეტულად, რომელიც იმ ოჯახს ჰქონდა დაანონსებული. თქვენ ვინც გენერალურ პროკურატურად დაგნიშნათ, ვინც თქვენ ამის უფლება მოგცათ, რომ ერთი ოჯახის სამართალს გთხოვდათ, სამართალს გთხოვდა ის ხალხი. თუ დაუყენეს სამართალი, თუ გამოიძიეს და ის იყო სიმართლე, თქვენ მშიშრებო, მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ და ვერ დაუდეთ იმათ ის სამართალი და ვერ უთხარით, ეს არის სიმართლეო და ვერ გააჩერეთ და შეკერეთ, თეთრი ძაფით შეკერეთ ჩემი უდანაშაულო შვილის ბრალი, იმიტომ რომ ისინი გაგეჩუმებინათ. დაკავებული არასრულწლოვნებისათვის ბრალდების დამძიმება და საქმის გამოძიებისათვის ჯგუფურობის კვალიფიკაციის მინიჭება იყო გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნა. ისინი მოითხოვდნენ სწორედ სამართლიანობის აღსადგენად ამ საქმეში ჩართული ყველა არასრულწლოვანი პირისათვის ბრალის დამძიმებას და ამ საქმისთვის ჯგუფური კვალიფიკაციის მინიჭებას. თუმცა ეკა კუპატაძე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა საქმის მასალები და ჯერ კიდევ ეცნობა ამ საქმის მასალებს, ამბობს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს იმისათვის, რომ მისი შვილის მკვლელობაში ჩართული ყველა პირი დაისაჯოს და სამართლიანობა აღდგეს. აბა იყვიროს თუ გამოუშვებენ მის შვილს ციხიდან, ჩემი ყვირილის თუ შეეშინდა ვინმეს და მაგით დაიჭირეს, უფრო ჯანზია ეხლა იყვიროს და თუ გამოუშვებენ ახოს ყვირილი თქვა სამართალი. უბრალოდ მაგას ეგონა ასე, რომ მე რომ იყვირა კუპატაძემ და ხალხი გვერდით დაუდგა. მოტივი დაავიწყდა, მოტივი. ხალხი მე გვერდით იცით და დამიდგა. მოტივი იყო ჩემი სხვა. მისი მოტივი სხვა არის. ახლა რა მაღალ ხმაზეც არ უნდა აწიოს ტონი და რამდენ ხაზეც არ უნდა იშიმშილოს, მოტივი ჩემი და მისი იქ ყოფნის და ხმამაღალი საუბრის არის სხვადასხვა. სად გადის ღვარი? მაპატ დიდი მადლობა რომ ამის უფლება მომეცით. სხეულის მძიმე დაზიანებასა და მკვლელობის მცდელობას შორის. მკვლელობა ერთია, დამთავრდა მკვლელობით, მოაკვდა გიგა, შედეგი დადგა.
ცდილობაზე ხედავთ ყველაფერში მივყვები, ლოიალური ვარ ყველაფერში. ამყვები ამ ყველაფერს და გიგას სიკვდილში და მე საქმის ჩაფარცხლაში ყველაფერში ვისაც წვლილი მიუძღვის იოდისოდენა ყველას დიახ თავსავს საბრალდებო სკამზე შეუკვეთაო დაჭერაო მე არა დაჭერა შემკვეთია დიახ მე და მისმა აღმატებულებამ საზოგადოებამ შეუკვეთეთ სამართალი არის სახელმწიფოს ხერხემალი სახელმწიფო იზრუნებს ხერხემალში არ გადაწყდეს სამართალი იქნება თუ რა საქმის მასალები მაქვს ეხლა უკვე ვეღარ მომატყუე იმის გამო რომ საქმის მთავარი ფიგურანტები არასრულწლოვნები არიან სასამართლოს ხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისად ჟურნალისტებს წვდომა საქმის მასალებზე არ აქვს ბრალდებულთაგან არც ერთის ოჯახის წევრი არ საუბრობს ხოლო ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი შესაბამისად დეტალებზე საუბარი აკრძალული აქვთ მხოლოდ დემეტრე ჩიქოვანის დედა საუბრობს იმასთან დაკავშირებით რომ საქმის მასალებით მისი შვილის დანაშაულებრივი ქმედება არ დგინდება და მას უსამართლოდ ემუქრება 9-დან 13 წლამდე პატიმრობა რაც შეეხება გარდაცვლილი მასწავლებლის დედას ეკა კუპატაძე როგორც მოისმინეთ მისი კომენტარით აცხადებს რომ ბრძოლას სამართლიანობისათვის და მისი შვილის მკვლელობაში ჩართული ყველა პირის დასასჯელად ბოლომდე განაგრძობს